Ჭანტირაძე ვარ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახები 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ყოველთვიური პაკეტი დაღუპული სამხედროების მშობლებს, მეუღლეებს ან არასრულწლოვან შვილებს დაენიშნათ. 2015 წლიდან კომპენსაცია 1000 ლარამდე გაიზრდება. დავით კაკულია განაგრძობს თემაზე საუბარს. დავით, კიდევ რა დამატებითი შეღავათები დააწესა თავდაცვის სამინისტრომ? ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ამ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ ის დახმარებები, რაც მათ მანამდე ჰქონდათ, ასევე როგორც ჩვენთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა იმ ოჯახებს, რომლებსაც ჯერჯერობით არ აქვთ განაცხადი შემოტანა, მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და მიაწოდონ საბუთები და შეავსონ განაცხადი, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით დაახლოებით არის 6000 დაღუპული სამხედრო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენი ოჯახი მიიღებს დახმარებას, ასევე ჯანდაცვის უწყებამ გადაწყვეტა ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ დაღუპულ სამხედროს ყავს რამდენიმე ოჯახის წევრი და ყველა მათგანი შეიტანს განაცხადს, 500 ლარიანი დახმარება მათზე პროპორციულად გადანაწილდება. სამშვიდობო მისიებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მონაწილე, რომელიც გარდაიცვალა, სადღაც არის 6000 კაცამდე, მაგრამ უშუალოდ რამდენი მიიღებს, ეს დამოკიდებულია ოჯახის წევრებზე, ვინც შემოიტანს განცხადებას და ყველა საჭირო დოკუმენტაციას. ფინანსური გათვლებით სადღაც შეადგენს 25 მილიონს, რომელიც გათვალისწინებულია 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იმ სამხედროების ოჯახები, რომლებიც დაიღუპნენ სამშვიდობო მისიების დროს და საერთაშორისო ოპერაციებში, შარშანდელი წლისგან განსხვავებით, ისინი 15000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 100000 ლარს, ასევე მათ დიდ ნაწილს უკვე გადაეცათ ბინები მფლობელობაში. მადლობს დავით, ეს დავით კაკულია იყო.